ხო? მოდის CV. კი ბატონო. ახლა როცა ადამიანი მოდის და 5 წლის განმავლობაში 12 სამსახური რო აქვს შეცვლილი, ეს არ არის, ამას არ უნდა მუშაობა. 5 წლის განმავლობაში ადამიანმა 12 სამსახური არ უნდა შეიცვალოს. მაგრამ რას ურჩევ, თქვათ, დამფუძნებლებს. აი ამ წუთიდან ბევრმა არ იცის. კიდევ დირექტორებზე ვამბობ, დირექტორს იმდენად არ აინტერესებს. დამფუძნებლებს ურჩევ, რომ 10 წლის განმავლობაში სამსახურში რომ მიიღეს თანამშრომელი, თქვათ, აი მაგალითი ავიღოთ. აი ეს ადამიანი რო ჩემთან მოდის და იძახის, რომ აგერ 23 წლის არის და 6 სამსახურია გამოცვლილი 3 წელიწადში, ხო? და დირექტორი პირდაპირ ღებულობს, იმიტომ რომ მეტი თანამშრომელი არ აყავს საქართველოში, არ არის იმდენი მოთხოვნა დიდი ამ თანამშრომლებზე და მოდი და ღებულობს დაუშვათ სამსახურში, მაგრამ არა, ეს არ უნდა გააკეთოს. აი ამ წუთიდან დამფუძნებელმა უნდა გააფრთხილოს დირექტორი, რომ მოატანიეთ ყველას ბოლოს სამსახურიდან საბუთი. დახასიათება და თქვენ ნახავთ, ნახევარი საბუთს ვერ მოიტანს. ან გაშვებულია, ან ის შემოგზავნილი იყო, ან და ბევრი რამ ახლა აქ ვერ ვიტყვი ბევრ რამეს. მაგრამ დამერწმუნეთ, რომ რატომ არის კომპანიებში პრობლემა. კომპანიებში იმიტომ არის მარი პრობლემები, რომ დამფუძნებლები არიან და არ ერევიან, ხო? 27 წლის მერე დამფუძნებელი ვარ, ხო? არ ერევიან და უნდა ჩაერიონ. უნდა დამფუძნებელი ჩაერიოს და დირექტორი უნდა აკონტროლოს რეალურად. და დირექტორს უნდა უთხრას, რომ კაცო, შენ როცა ადამიანს ღებულობს სამსახურში, მოდი გადაამოწმე ეს. აი უყურე როგორ არის. ჩემი სამსახურიდან მიდიან უშვებ ჩვენ, იმიტომ რომ იმან ისეთი რამ გააკეთა, რომ ვერ გავაჩერებ სამსახურში. და მიდის ჩვენს კონკურენტთან და იქ ყვება ყველაფერი ჩვენ ამბავს. იქიდან ჩვენთან მოდიან და ზიან და ყველაფერს მოგიყვებიან. აი ეს არის უბედურება. ეს არაფრით არ შეიძლება. ამიტომ არის ერთი რამ. სად არის ახლა უსაფრთხოების სამსახური? რომელ კომპანიას ყავს საქართველოში უსაფრთხოების სამსახური? არც ეს. იმიტომ რომ კანონით აკრძალულია რა, როგორ უნდა გადაამოწმო ახლა შენ კოტე მაგალითად საიდან